მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებდა, რომ წინასწარ ხედავდა მომავალ საშინელებებს, არავის უნახავს ისინი ისე ნათლად, როგორც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ წინასწარმეტყველს, ნოსტრადამუსს. მანამ სანამ ნოსტრადამუსი ცნობილი გახდებოდა როგორც იდუმალი წინასწარმეტყველი, მისი ნამდვილი სახელი იყო მიშელ დე ნოსტრადამი. ის დაიბადა 1503 წლის დეკემბერში სენ-რემი დე პროვანსში, სამხრეთ საფრანგეთში. ზუსტად არ არის ცნობილი მისი დაბადების ზუსტი თარიღი 14 დეკემბერია თუ 21 დეკემბერი. მისი მამა, ჟაკ დე ნოსტრადამი, იყო ნოტარიუსი, ანუ ადამიანი, რომელიც ამზადებდა და ადასტურებდა იურიდიულ დოკუმენტებს. მისი დედა რეინიე მათი ქალაქის ცნობილ ოჯახს ეკუთვნოდა. მათ ბევრი და-ძმა ჰყავდათ, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან იმ დროს დაბადების ჩანაწერები არასრულყოფილი იყო. მისი მამის ოჯახს ებრაული ფესვები ჰქონდა. მიშელის დაბადებამდე მისი წინაპრები უკვე კათოლიკურ ქრისტიანობაზე მოქცეულ იყვნენ. იმ დროს ევროპაში ბევრი ებრაული ოჯახისთვის ცხოვრება რთული იყო. მათ ხშირად დევნიდნენ, ასახლებდნენ თავიანთი საცხოვრებლიდან, ან აიძულებდნენ რელიგიის შეცვლას. როცა მისი ბაბუა მოექცა, ოჯახმა მიიღო გვარი ნოსტრადამი. ეს ნიშნავს ჩვენი ქალბატონი, რაც ღვთისმშობელ მარიამს აღნიშნავს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნათელია, ოჯახს ებრაული ფესვები ჰქონდა, ამბობენ, რომ ისინი ფარულად მაინც მისდევდნენ იუდაიზმს და პირადად ასწავლიდნენ მიშელს კაბალას. კაბალა არის ებრაული მისტიციზმის ტრადიცია. ის ეხება ღმერთის შექმნას და სულიერი სამყაროს კავშირს ადამიანის ცხოვრებასთან. ის გავრცელდა ებრაულ თემებში ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში. ნოსტრადამუსის ეპოქამდე ზოგიერთი მწერალი ამტკიცებდა, რომ კაბალამ გავლენა მოახდინა ნოსტრადამუსის ბუნდოვან და სიმბოლურ წერის სტილზე. შესაძლოა ეს მართალია, რადგან ეს მისი რეგიონის ინტელექტუალური სამყაროს ნაწილი იყო. მაგრამ არ არსებობს მკაფიო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რამდენად ღრმა იყო მისი პირადი შესწავლა ამ საკითხში. ასევე ძალიან ცოტაა სანდო ინფორმაცია მისი ბავშვობის შესახებ. არსებობს ძველი ამბავი, რომ მას მედიცინა ასწავლა მისმა ბაბუამ, დედის მამამ. გარდა ამისა, 1518 ან 1519 წელს ის შევიდა ავინიონის უნივერსიტეტში, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მაშინ ის ჯერ კიდევ ექიმობაზე არ სწავლობდა. სტუდენტები ჩვეულებრივ სწავლობდნენ გრამატიკას, რიტორიკას და ლოგიკას. ისინი ასევე კითხულობდნენ ბერძენი და რომაელი მოაზროვნეების ნაშრომებს, როგორიცაა არისტოტელე და ციცერონი. მისი მიზანი იყო სტუდენტის მომზადება საუბარში, საკითხვაში, წერასა და მკაფიო არგუმენტის ჩამოყალიბებაში. მაგრამ მისი სწავლა დიდხანს არ გაგრძელდა. რეგიონში გავრცელდა ჩირი და უნივერსიტეტი იძულებული გახდა დახურულიყო. როცა ეპიდემია იყო, ხალხი ერიდებოდა გადაჭედილ ქალაქებს. ვისაც ფული ჰქონდა დროებით სოფელში გადადიოდა, რადგან დაავადებულ უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში მიქელი მოგზაურობდა საფრანგეთის სხვადასხვა ნაწილში და მიმდებარე ადგილებში. ის სწავლობდა მცენარეებს, ბალახეულ სამკურნალო საშუალებებს და წამლების დამზადებას. აქ დაიწყო მან მუშაობა როგორც აფთიაქარმა. იმ დროის აფთიაქარი რაღაცით გავდა ძველ ფარმაცევტს. ის ამზადებდა ნაზავებს მცენარეებისგან, სუნელებისგან და სხვა ინგრედიენტებისგან. მაგრამ მათი უმეტესობა წამლების ჯერ კიდევ არ იყო სამეცნიერო თვალსაზრისით დამტკიცებული. ხშირად ისინი მხოლოდ ტრადიციებზე, დაკვირვებასა და რწმენებზე იყო დაფუძნებული, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაშინ მედიცინა ძალიან შორს იყო იმისგან, რაც დღეს ვიცით. ჯერ კიდევ არ არსებობდა ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინი. ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე ვაქცინები და არ იყო მკაფიო ცოდნა ბაქტერიებსა და ვირუსებზე. ამიტომ მაშინ უბრალო ინფექციაც კი, რომელიც დღეს მარტივად იკურლება, შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდი მაშინ სისხლის გამოშვება იყო. ექიმი პაციენტს სისხლს უმცირებდა, რადგან სჯეროდათ, რომ სხეულის სითხეები, რომელსაც ხუმორებს უწოდებდნენ, ბალანსში უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანი ავად იყო, ფიქრობდნენ, რომ მას სხეულში ზედმეტი სისხლი ან სხვა სითხე ჰქონდა. ეს პროცედურა პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ავადმყოფი პაციენტი კიდევ უფრო სუსტდება, როცა მას სისხლს უმცირებენ. მაგრამ რადგან ეს იმ დროის სამედიცინო რწმენა იყო, ბევრი ექიმი განაგრძობდა ამის კეთებას. 1529 წელს მიქელი შევიდა მონპელიეს უნივერსიტეტში მედიცინის სასწავლებლად. მონპელიე ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო სკოლა ევროპაში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მას პრობლემები შეექმნა. უნივერსიტეტის ოფიციალურმა პირებმა გაიგეს, რომ ის უკვე მუშაობდა აფთიაქარად. ეს აკრძალული იყო მათი სტუდენტებისთვის. იმ დროს მედიკამენტების დამზადება და გაყიდვა ხელობად ითვლებოდა. იმ პერიოდში უნივერსიტეტები საკუთარ აკადემიურ განათლებას მაღლა აყენებდნენ. ხელობით სამუშაოს ისინი ხშირად ქვედაფენის ადამიანების საქმიანობად მიიჩნევდნენ. ამის გამო მიქელი უნივერსიტეტიდან გააგდეს. მონპელიეს ჩანაწერებში შემორჩენილია დოკუმენტი მისი გარიცხვის შესახებ. ამიტომაც არ არის ნათელი, მართლაც მიიღო თუ არა მან ოფიციალური დოქტორის ხარისხი მედიცინაში.
სრულიად შეცვლათის ნაცვლად მან წამლების დამზადება გააგრძელა და საზოგადოებებს ეხმარებოდა. ნელ-ნელა ცნობილი გახდა შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება იყო ევროპაში. შავი ჭირის ეპიდემია მხოლოდ 1340-იან წლებში არ გავრცელებულა. ეს დაავადება საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში რამდენჯერმე ბრუნდებოდა. ხშირად ვრცელდებოდა იმ ადგილებში, სადაც ვაჭრები, მოგზაურები, გემები და სხვა რეგიონებიდან შემოტანილი პროდუქტები გადიოდა. სამხრეთ საფრანგეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტების გზაზე მდებარეობდა. ამიტომ იქ ხშირად ხდებოდა ეპიდემიები. როცა რომელიმე ადგილას ჭირის ამბავი ვრცელდებოდა, ადამიანებისა და პროდუქციის შესვლა იზღუდებოდა. იტალიის ზოგიერთ პორტში გემებს აჩერებდნენ და არ აძლევდნენ ნებარფროს ნაპირზე გადმოსვლისთვის. აქედან წარმოიშვა კარანტინის კონცეფცია, რომელიც 40 დღე ნიშნავს. მიშელმა ჭირის წინააღმდეგ ერთ-ერთი თავისი მეთოდი ეგრეთ წოდებული ვარდის აბები შექმნა. ეს აბები შეიცავდა ვარდის ფურცლებს, მიხაკს, კიპარის და სხვა სურნელოვან მცენარეებს. შესაძლოა მისი სურნელი ეხმარებოდა უსიამოვნო სუნის დაფარვაში, მაგრამ მას არ ჰქონდა უნარი მოეკლა ჭირის გამომწვევი ბაქტერია. თუმცა მიშელი მხოლოდ ვარდის აბებს არ ურჩევდა. ის ასევე მოუწოდებდა, რომ გარემო სუფთა დაეტოვებინათ, ნივთები დაებანათ, მიცვალებულები სწრაფად გაეყვანათ და პაციენტებისთვის სუფთა ჰაერი მიეწოდებინათ. ის ასევე არ ეკრონებოდა სისხლის გამოშვებას, როგორც მაშინ ბევრი ექიმი. ეს მეთოდებიც საკმარისი არ იყო ჭირის ნამდვილი განკურნებისთვის, მაგრამ უფრო გონივრული იყო სისუფთავე და დაბინძურებულ ადგილებს თავის არიდება, ვიდრე სუსტი პაციენტისთვის სისხლის გამოშვება. იმის გამო, რომ მზად იყო წასულიყო დაავადების კერებში, მისი სახელი გავრცელდა სამხრეთ საფრანგეთში. მაშინ ის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ასტროლოგიით ან წინასწარმეტყველებებით. მისი ცხოვრების ამ ეტაპზე ის ჯერ ცნობილია როგორც აფთიაქარი და ექიმი შავი ჭირის დროს. ადამიანი, რომელიც თავისი დროის შეზღუდულ ცოდნას იყენებდა იმისთვის, რომ ებრძოლა დაავადებას, რომელიც მაშინაც კი სულად არ ესმოდათ ევროპის საუკეთესო ექიმებს, მიშელ დე ნოსტრადამის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილება დაიწყო მძიმე პირადი ტრაგედიით. 1520-იანი წლების დასაწყისში ის ცხოვრობდა აგენში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. მას იქ მიიწვია ჟიულ სეზარ სკალიგერმა, ცნობილმა ექიმმა და მეცნიერმა იტალიიდან. სკალიგერს ფართო ცოდნა ჰქონდა და მას ბევრი წიგნი ჰქონდა დაწერილი მედიცინაზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და ძველ ლიტერატურაზე. შესაძლოა მისი ბიბლიოთეკა დაეხმარა მიშელს, რომ კიდევ უფრო გაეფართოებინა თავისი საკითხავი წრე და იდეები. აგენში ყოფნისას მიშელი დაქორწინდა ადგილობრივ ქალზე. ეს მისი ნამდვილი სახელი არ იყო, მაგრამ მას ხშირად ანრი დანკოზეს უწოდებდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ. მაგრამ 1534 წელს მისი ცოლი და შვილები გარდაიცვალნენ. ხშირად ამბობენ, რომ მიზეზი ჭირი იყო, მაგრამ საკმარისი ჩანაწერი არ არსებობს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა დაავადება მიმსხვერპლა ისინი. გაცნათელია მიშელმა ერთდროულად დაკარგა თავისი პირველი ოჯახი. ადამიანისთვის, რომელიც ჭირით დაზარალებულ ადგილებს ეხმარებოდა, ეს ძალიან მძიმე იყო. სხვა ოჯახებს რჩევას აძლევდა, მაგრამ საკუთარი ცოლისა და შვილების გადარჩენა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ის აგენიდან წავიდა და კვლავ მოგზაურობა დაიწყო. არსებობს ისტორიები, რომ 1538 წელს მას ეკლესიასთან პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ რაღაც თქვა, რაც რელიგიის წინააღმდეგ მიიჩნიეს. მაგრამ არ არის ნათელი, ნამდვილად ჩაუტარდა თუ არა მას ფორმალური სასამართლო პროცესი ერესიის გამო. ევროპა ამ პერიოდში ძალიან საშიში იყო ყველასთვის, ვისაც ეკლესიის წინააღმდეგობაში ეჭვობდნენ. პროტესტანტული რეფორმაცია ფართოვდებოდა და ბრძოლა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის მძაფრდებოდა. თუნდაც ერთი არასწორი სიტყვა, არასწორ ბრალდებას დიდი პრობლემები შეიძლება გამოეწვია. შესაძლოა მიშელი მომდევნო წლებში საფრანგეთისა და იტალიის სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობდა. იტალიაში მან უფრო ნათლად დაინახა საბეჭდი ინდუსტრიის სწრაფი ზრდა. ბეჭდვის პრესის წყალობით ციგნის მრავალი ასლის დამზადება და გაყიდვა უფრო მარტივი გახდა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოგვიანებით მხოლოდ მედიცინა აღარ გახდიდა მას ცნობილს. საბეჭდი მანქანები მის სახელს ევროპის სხვადასხვა ნაწილში გაავრცელებდნენ. მაგრამ სანამ წერალი გახდებოდა, მან კვლავ დაიწყო შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. 1540-იანი წლების შუა პერიოდში მან დახმარება გაუწია მარსელში და პროვანსის სხვა ადგილებში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ცნობილი გახდა იმით, რომ მზად იყო მისულიყო იმ თემებში, სადაც ბევრი ავადმყოფი იყო. არსებობს ამბები, რომ რამდენიმე ქალაქმა მას პენსია მისცა მისი სამსახურის სანაცვლოდ. 1547 წელს მან საბოლოოდ დასახლდა სალონ დე პროვანსში. იქ დაქორწინდა ან პონსარდზე, მდიდარ ქრუიზე. მათ 6 შვილი ჰყავდათ, 3 ვაჟი და 3 გოგონა. რადგან ანს საკუთარი ქონება ჰქონდა და მიშელსაც უკვე ჰქონდა შემოსავალი, მათი ცხოვრება უფრო მოწესრიგებული გახდა. მას აღარ სჭირდებოდა მუდმივად მგზავრობა ჭირით დაავადებულ ადგილებში. მას დრო გამოუჩნდა წერისა და ასტროლოგიის შესწავლისთვის. რენესანსის ეპოქაში ჯერ კიდევ არ იყო კაფიოდ გამიჯნული ასტრონომია და ასტროლოგია. ბევრი განათლებული ადამიანი თვლიდა, რომ პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობას გავლენა ჰქონდა ამინდზე, დაავადებებზე, პოლიტიკაზე და ადამიანის ბედზე.
ამას მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები არ სამდათ, მდიდარი ოჯახებიც, მეფეები, დედოფლები და პოლიტიკური ლიდერებიც კი ასტროლოგებს მიმართავდნენ რჩევისთვის თავიანთი ჯანმრთელობის, ქორწინების, შვილების და მომავლის შესახებ. ამიტომ 1550 წელს მიჩელმა გამოსცა თავისი პირველი ალმანახი. ალმანახი იყო პატარა და იაფი ბუკლეტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტული წლისფრის. მას შეიძლება ქონოდა კალენდარი, ამინდის პროგნოზი, რჩევები დარგვაზე, მნიშვნელოვანი თარიღები და ასტროლოგიური წინასწარმეტყველებები ხველებები. მისი გაკეთება უფრო იაფი იყო ვიდრე დიდი ციგნისა. ამიტომ ბევრ ადამიანს შეეძლო მისი ყიდვა. ეს იყო პატარა წლიური გზამკვლევი, რომელიც ადვილად სატარებელი და წასაკითხი იყო. მისი ალმანახის ყდაზე მიშელმა თავისი სახელის ლათინური ვერსია გამოიყენა: ნოსტრადამუსი. ეს უფრო ძლიერად და უფრო მისტიკურად ჯრერდა ვიდრე მიშელ დე ნოსტრადამი. იმ დროიდან ეს სახელი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მისი პირველი ალმანახი კარგად გაიყიდა. ამიტომ მან დაიწყო ახალი გამოცემების გამოშვება ყოველ წელს. ხშირად ისინი შეიცავდა პროგნოზებს ამინდის, დაავადებების, პოლიტიკური არეულობებისა და იმის შესახებ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ცნობილ ადამიანებს. ამიტომ მის სახელი კიდევ უფრო გავრცელდა, მდიდარი ვაჭრები, არისტოკრატები და სხვა გავლენიანი ადამიანები დაიწყეს მისი რჩევის თხოვნით. ისინი სურდათ გაეგოთ, წარმატებული იქნებოდა და თუ არა მათი ბიზნესი, უსაფრთხო იყო თუ არა მათი ოჯახი, ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ მომავალში. მაგრამ ის არ წერდა უბრალოდ ნათელ პროგნოზებს. ის იყენებდა სიმბოლოებს, ძველ ადგილების სახელებს, უჩვეულო სიტყვებს და ხაზებს, რომლებსაც მრავალი შესაძლო მნიშვნელობა ჰქონდა. ხანდახან ის ფრანგულს, ლათინურს, ბერძნულს, იტალიურსა და პროვინციის ენასაც ურევდა. ამის გამო რთული იყო მისი წინასწარმეტყველებების ცდარობის დამტკიცება. თუ ერთი ინტერპრეტაცია არ ხდება, სხვებს უბრალოდ შეუძლიათ თქვან, რომ მათი გაგება იყო არასწორი. თუ რაიმე მოვლენა ოდნავ მაინც დაემთხვა მის დაწერილს, ამას წინასწარმეტყველების ახდენად წარმოაჩენდნენ. ეს იყო ნოსტრადამუსის წარმატების გასაღებ. 1555 წელს მან გამოსცა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნის ლე პროფესის პირველი ნაწილი. პირველი გამოცემა შეიცავდა 343 კვატრაინს და გრძელ გზავნილს თავისი შვილის ცეზარისთვის. კვატრაინი არის მოკლე ლექსი, რომელიც შედგება 4 სტრიქონისგან. მან ეს კვატრაინები გააერთიანა ჯგუფებად, რომელსაც საუკუნეებს უწოდებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჯგუფი 100 წელთან არის დაკავშირებული. მას უბრალოდ საუკუნე ეწოდება, რადგან მისი გეგმა იყო, რომ თითოეულ ჯგუფში უმეტესად 100 კვატრაინი ყოფილიყო. შემდგომ გამოცემებში კოლექცია კიდევ უფრო გაიზარდა. ყველაზე სრული ვერსია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ 1568 წელს გამოიცა, შეიცავდა 942 კვატრაინს, რომლებიც 10 საუკუნედ იყო დაყოფილი. ლე პროფესიში არსებული წინასწარმეტყველებების უმეტესობა კონკრეტულ წელს არ უკავშირდება. ეს არის მისი მთავარი განსხვავება წლიწლიურ ალმანახებთან შედარებით. რადგან ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, შესაძლებელია ერთი კვატრაინი დაკავშირებული იქნას მოვლენასთან, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ან თუნდაც თანამედროვე ეპოქაში. მისი ბევრი პოემა ეხება მეფეებს, დედოფლებს, ომებს, ქალაქების დაცემას, შიმშილს, ჭირს, ქარიშხალს, ხანძარს და სხვა უბედურებებს. მან ასევე გამოიყენა სახელები ძველი საბერძნეთიდან და რომიდან, მათ შორის ღმერთები, გმირები და ყოფილი სამხედრო ლიდერები. მან ახსენა ევროპის სხვადასხვა ნაწილი, ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ბალკანეთი და ტერიტორიები, რომლებიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ეს უჩვეულო არ იყო განათლებული მწერლისთვის რენესანსის ეპოქაში. იმ პერიოდში ევროპელების ცოდნა სხვა ქვეყნებზე ფართოვდებოდა, რადგან ზღვის სხვადასხვა ნაწილი, ახალი ტერიტორიები და იმპერია იზრდებოდა. მისი ნახსენები ადგილებისა და კატასტროფების მრავალფეროვნებამ მის პოეზიას თითქმის უსასრულო გამოყენების შესაძლებლობა მისცა. როცა ომი იყო, ყოველთვის იყო სტრიქონები, რომლებიც შეიძლებოდა მასთან დაკავშირებულიყო. როცა მიწის ცვლა, წყალდიდობა ან ლიდერის გარდაცვალება ხდება, ასევე არსებობს კვატრაინი, რომელიც ამას შეიძლება მივამსგავსოთ. ეს ავტომატურად არ ამტკიცებს, რომ მან მომავალი დაინახა. ეს მხოლოდ აჩვენებს, რამდენად ფართო და ბუნდოვანია მისი წერის სტილი. მოკლედ რო ვთქვათ, ნოსტრადამუსმა არ გააკეთა მკაფიო წინასწარმეტყველება, მან შექმნა თავსატეხი ლექსები, რომლებსაც შეიძლება ახალი მნიშვნელობა მიეცეს. და რადგან ომები, კატასტროფები და მთავრობის ცვლილებები მუდმივად ხდება, ხალხიც მუდმივად პოულობს ახალ გზებს, იმის სათქმელად, რომ მისი სიტყვები ახდენა. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების პოპულარობის საიდუმლო მხოლოდ იმ თემებში არ არის, რაც მან დაწერა. არამედ უფრო მნიშვნელოვანია მისი წერის სტილი. მან დაასახელა მრავალი ადგილი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან, ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებიდან.
ხანდახან ის მხოლოდ ქვეყნებს არ ასახელებს, არამედ ქალაქების, კუნძულების, მდინარეებისა და ძველი რეგიონების სახელებსაც იყენებს. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ადამიანი პოულობს ტრიქონებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიისთან დაკავშირება შეუძლიათ. როდესაც რომელიმე ადგილას ომი ან კატასტროფა ხდება, არსებობს ალბათობა, რომ ნოსტრადამუს მსგავსი სახელიც კონდეს მოხსენიებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მომავლის ყველა მოვლენა დაინახა. მას უყვარდა ძველი სახელების გამოყენება, რომლებიც რომის იმპერიის დროს გამოიყენებოდა. ის ასევე იყენებდა ისტორიებს, მეფეებზე, დედოფალებზე, იმპერატორებზე, აჯანყებებზე, ჭირზე და სამეფოების დაცემაზე. ამ იდეებიდან ბევრი არ მომდინარეობდა რაიმე მისტიკური ხილვიდან. მისი ნაწარმოებების შესწავლის მიხედვით მან ბევრი მასალა აიღო ბიბლიიდან, უძველესი ისტორიული წიგნებიდან, შუა საუკუნეების ქრონიკებიდან და უფრო ძველი წინასწარმეტყველებების კრებულებიდან. მან წაიკითხა სუეტონიუსისა და პლუტარქეს ნაშრომები, რომლებშიც აღწერილია საბერძნეთისა და რომის ცნობილი ლიდერების ცხოვრება, ომები, გამარჯვებები და დაცემა. ამიტომ, როდესაც ნოსტრადამუსი ხვება სასტიკ მმართველზე, დაცემულ იმპერიაზე ან სამეფო ოჯახის შიდა ბრძოლებზე, ეს ყოველთვის ახალი ხილვა არ არის. შესაძლოა მან ეს ნიმუში წარსულში მომხდარი რეალური მოვლენიდან აიღო და გაურკვეველ მომავალში გადაიტანა. მან ასევე გამოიყენა კრებული, რომელსაც მირაბილის ლიბერი ეწოდება. ის საფრანგეთში 1522 წელს გამოიცა და შეიცავს უფრო ძველ ქრისტიანულ წინასწარმეტყველებებს ომზე, კატასტროფებზე, ანტიქრისტეზე და სამყაროს დასასრულზე. მის ნაწერებში ასევე არის ნაწილები, რომლებიც გავს იერონიმო სავონაროლას ნაწერებს, იტალიელ ბერს, რომელიც ქადაგებდა ღმერთის სასჯელსა და საზოგადოებაში ცვლილებებზე. ნოსტრადამუსის წიგნის შესავალში ბიბლიიდან მრავალი ციტატა გამოჩნდა, თითქმის იმავე თანმიმდევრობით, როგორც ის იყენებდა. რევანდელ დროში ამას შეიძლება პლაგიატი ან გადაჯარბებული სესხება ეწოდოს, მაგრამ მე-16 საუკუნეში წერის სისტემა სხვანაირი იყო. იმ დროს ჩვეულებრივი იყო უფრო ძველი წიგნები და ნათხვეტების აღება, შეცვლა და შერწყმა ცხადი ციტირების გარეშე. ასევე არ არის ზუსტად ცნობილი ყურადღებით არჩევდა თუ არა ის თითოეულ წყაროს. არსებობენ მკვლევარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის სისტემატურად კითხულობდა და შემდეგ აერთიანებდა იმ იდეებს, რომლებიც შეეფერებოდა იმას, რისი დაწერაც უნდოდა. სხვები ამბობენ, რომ ის იყენებდა მეთოდს, თითქოს შემთხვევით ხსნიდა წიგნს. თუ არჩეულ გვერდზე რაიმე ამბავს ნახავდა, მას იყენებდა ახალი კვატრინის საფუძვლად. ეს სულად ვერ დადასტურდება, მაგრამ ნათელია, რომ მისი ნაწერების ბევრი ნაწილი უფრო ძველი ტექსტებიდან მოდის. ასევე გავრცელდა ლეგენდა, რომ ის იყენებდა ცეცხლს, წყალს, მაგიურ რიტუალს ან უცნაურ ტრანსს, სანამ მომავალს დაინახავდა. მაგრამ საკუთარ წერილებში მისი ახსნა უფრო მარტივია. ის უბრალოდ ცდილობდა, რომ გონება დაემშვიდებინა და დაეწყნარებინა, სანამ წერას დაიწყებდა. ის ყოველთვის არ უწოდებდა საკუთარ თავს წინასწარმეტყველს. ის უფრო აღწერდა თავის საქმიანობას, როგორც ასტროლოგიის, ისტორიისა და მოვლენების შესაძლო კანონზომიერებების შესწავლას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მისი სამყარო სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი სამყაროსგან. მე-16 საუკუნეში მეცნიერებაში დიდი ცვლილებები მხოლოდ იწყებოდა. ნიკოლოზ კოპერნიკმა გამოაქვეყნა იდეა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო. ამან გამოწვევა შეუქმნა დიდხანს არსებულ რწმენას, რომ დედამიწა იყო ყველაფრის ცენტრი. ამავე დროს პროტესტანტული რეფორმაცია ყოფდა დასავლურ ქრისტიანობას. კათოლიკეები და პროტესტანტები იბრძვიან ერთმანეთთან, ზოგი სამეფო იშლება, ახალი ძალები იბადება და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთის დიდი სასჯელი ახლოსაა. სოფლიოს რუკაც ფართოვდებოდა. ევროპელმა მეზღვაურებმა ამერიკის კონტინენტი მიაღწიეს. პორტუგალიამ ინდოეთამდე საზღვაო გზა იპოვა აფრიკის შემოვლით. და 1520-იანი წლების დასაწყისში ფერდინანდ მაგელანის მიერ დაწყებულმა ექსპედიციამ დაასრულა პირველი წარმატებული მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ამ პერიოდში მეცნიერება, რელიგია, ასტროლოგია, ალქიმია და მაგია ერთმანეთში იყო არეული. ჯერ კიდევ არ იყო მკაფიო ზღვარი ნამდვილი მეცნიერებასა და ძველ რწმენებს შორის. მაშინდელი ზოგიერთი სერიოზული მეცნიერი სწავლობდა პლანეტების მოძრაობას. იმავდროულად ეძებდა გზებს, თუ როგორ გადაექცია სხვა მეტალები ოქროთ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, როგორიც იყო ნოსტრადამუსი, ასევე იყენებდა ასტროლოგიასა და ძველ წინასწარმეტყველებებს. მაგრამ მისი დრო არ არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ის დღესაც ცნობილი. მასზე კვლავ საუბრობენ, რადგან ამბობენ, რომ მან იწინასწარმეტყველა ისტორიის რამდენიმე ყველაზე დიდი კატასტროფა. პრობლემა ის არის, რომ ხშირად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვლენა უკვე მოხდა, ადამიანები ეძებენ კვატრაინს, რომელიც შეიძლება მას შეესაბამებოდეს. ერთი მაგალითია ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წლის სექტემბერში. ხანძარი დაიწყო ერთ საცხობში და გავრცელდა ქალაქის დიდ ნაწილს. ნოსტრადამუს აქვს კვატრაინი, სადაც მოხსენიებულია ლონდონი, ცეცხლი და რიცხვი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელობა როგორც 66. ამიტომაც თქვეს მისმა მიმდევრებმა, რომ მან ზუსტად იწინასწარმეტყველა ეს კატასტროფა, მაგრამ სხვა დეტალები არ ემთხვევა. პოემაში მოხსენიებულია ელვა, მაგრამ ცეცხლი ელვამ არ დააწყო.
ასევე არის მინიშნება, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა მაშინ, როცა ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე გარდაცვალება დაფიქსირდა. ამიტომაც ეს მხოლოდ მაშინ ჩანს საოცრად, როცა ირჩევენ მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც ემთხვევა და უგულებელყოფენ იმ ნაწილებს, რომლებიც არასწორი. ასევე მოხდა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონ ბონაპარტის აღზევების დროსაც. ნოსტრადამუს აქვს ლექსები საფრანგეთში დიდ არეულობაზე. ახალი მართველი და შიში იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში. ეს შეიძლება ნაპოლეონს მივაკუცნოთ, მაგრამ ასევე შეიძლება ბევრ ომს ევროპაში მიუსადაგოთ. როდესაც სამეფოში არეულობაა, ჩვეულებრივ ახალი ლიდერი ჩნდება და ასევე ბუნებრივია, რომ საფრანგეთის მეზობელი ქვეყნები ჩაერთვებიან. ასევე ადოლფ ჰიტლერს უკავშირებენ ერთ კვატრეინს, რომელიც ეხება ღარიბ ოჯახში დაბადებულ ბავშვს, რომელიც თავის სიტყვებით ბევრ ადამიანს მიიზიდავს. როგორც ჩანს ეს ჰიტლერს ეხება, მაგრამ არც სახელი, არც თარიღი, არც გერმანია, არც ნაცისტური პარტია და არც მეორე მსოფლიო ომი პირდაპირ ხაზზე არ არის მითითებული. ძლიერი ლიდერის აღწერა, რომელიც კარგად ლაპარაკობს, შეიძლება ისტორიის ბევრ სხვა ადამიანსაც შეეხებოდეს. ზოგი ამბობს, რომ ნოსტრადამუსმა ასევე იწინასწარმეტყველა ატომური დაბომბვა ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე, რადგან მან დაწერა ძლიერი ჭირის შესახებ, რომელიც ორ ქალაქს დაატყდება თავს. მაგრამ არსად უხსენებია იაპონია ატომური ბომბი, რადიაცია ან 1945 წლის აგვისტო. ორი ქალაქი ჩვეულებრივი გამოთქმაა, რომელიც ასევე გვხვდება უფრო ძველ რელიგიურ და ისტორიულ ნაწერებში. ასევე პრეზიდენტ ჯონ პ კენედის მკვლელობას დაუკავშირეს სტრიქონი ბოროტების შესახებ, რომელიც ზემოდან ჩამოიშლება. მაგრამ ასეთი წინადადება ძალიან ზოგადია. ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი ლიდერის მიმართ, რომელიც დახვრიტეს, ფეთქეს, ჩამოვარდა ან მოკლეს მაღალი ადგილიდან. ყველაზე ნათელი მაგალითი არასწორი დაკავშირების არის 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმები. ინტერნეტში მაშინ გავრცელდა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება ორი პოლადის ფრინველის შესახებ, რომლებიც ციდან ჩამოვარდებიან და დიდ ქალაქს დაეცემიან. მაგრამ ნოსტრადამუს ეს სიტყვები არ დაუწერია. ეს თანამედროვე ტექსტია, რომელიც თავდასხმის შემდეგ გავრცელდა. მის ნამდვილი წიგნებში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ზუსტად იწინასწარმეტყველა ტყუპ კოშკებზე თავდასხმა. აქ ჩანს ნამდვილი მიზეზი, რატომაც თითქოს ყოველთვის მართალია ნოსტრადამუსი. მისი ლექსები მოკლეა, არ არის ზუსტი თარიღები, სახელები არეულია, ბევრი სიმბოლოა და ყველაფერი ეხება ისტორიაში განმეორებად მოვლენებს, ომი, ხანძარი, დაავადება, ლიდერის მკვლელობა და მთავრობის დაცემა. როდესაც ხდება დიდი ტრაგედია, მერე ადამიანები ეძებენ სტრიქონებს, რომლებსაც შეიძლება დაამთხვიონ ამ მოვლენას, ზოგჯერ ცვლიან თარგმანს, არჩევენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება და ტოვებენ იმ დეტალებს, რომლებიც არ ემთხვევა. ამიტომ ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის ის, თუ როგორ დაინახა ნოსტრადამუსმა მომავალი, უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, თუ როგორ მოახერხა ყოველმა თაობამ, რომ მისი ძველი სიტყვები, რომელთაც ერთი მკაფიო მნიშვნელობა არ გააჩნია, ახალ წინასწარმეტყველებად ექცია. ის წინასწარმეტყველება, სადაც საუბარია ორ პოლადის ფრინველზე, რომლებიც დიდ ქალაქში ჩამოვარდებიან, სინამდვილეში ნოსტრადამუსს არ დაუწერია. ეს სტრიქონები მხოლოდ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ გავრცელდა. მოგვიანებით მას დაამატეს სტრიქონები მდინარეზე, რომელიც სისხლით აიუსება და მკვდრებზე, რომლებიც კვლავ დაიწყებენ სიარულს. ეს ყველაფერი ორიგინალურ წინასწარმეტყველებებში არ იყო. ეს აჩვენებს დიდ პრობლემას ნოსტრადამუსის რეპუტაციაში. ბევრი წინასწარმეტყველება, რომელსაც მის სახელს უკავშირებენ, შეცვლილია. არასწორად თარგმნილია ან საერთოდ სხვა ადამიანების მიერ გამოგონილია. ასევე ხდება მისი სავარაუდო წინასწარმეტყველებების შემთხვევაშიც, რომლებიც თანამედროვე ეპოქას ეხება. ზოგიერთი ადამიანი მის ლექსებს უკავშირებს მეფე ჩარლზ მესამის გამეფებას, ომს უკრაინაში, კლიმატის ცვლილებას და მარსზე მოგზაურობასაც კი. არსებობს კვატრაინი კუნძულების მეფეზე, რომელსაც შეცვლის ადამიანი, რომელიც მოულოდნელად გახდება მეფე. ზოგი ამას უკავშირებს მეფე ჩარლზს და პრინც ჰარის, მაგრამ ლექსში არც ჩარლზის, უილიამის, ჰარის ან ბრიტანეთის სახელი არ არის ნახსენები. ასევე არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი. ასევეა მტკიცება, რომ მან კლიმატის ცვლილება იწინასწარმეტყველა, რადგან მან დაწერა ძლიერ სიცხეზე, ზღვის ადუღებაზე, მოსავლის განადგურებასა და შიმშილზე. მაგრამ იმ დროისთვის გვალვა, შიმშილი და ძლიერი სიცხე ჩვეულებრივი თემები იყო რელიგიურ და ისტორიულ ნაწერებში. არის სტრიქონიც დიდი ომის შესახებ, რომელიც 7 თვე გაგრძელდება. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა კონფლიქტთან, მაგრამ არ ამბობს სად მოხდება, ვინ იბრძოლებს და როდის დაიწყება. არის კიდევ ერთი კვატრენი ხორბლის ფასის ძალიან ზრდის შესახებ. სანამ ადამიანი იძულებული გახდება თავისი თანამოძმე შეჭამოს, ხშირად იხელებენ ამას საკვების მიწოდების კრახის წინასწარმეტყველებისთვის. მაგრამ ასეთი სურათი დიდი ხანია მძიმე შიმშილისა და საზოგადოების განადგურების სიმბოლოა. მოკლედ რო ვთქვათ, არ არსებობს მტკიცე საფუძველი იმის სათქმელად, რომ ნოსტრადამუსს აქვს ზუსტი წინასწარმეტყველება მარსის, უკრაინის, სამეფო ოჯახის ან რომელიმე კონკრეტული თანამედროვე წლის შესახებ. მათგან უმეტესობა თანამედროვე ინტერპრეტაციაა.
მისი ლექსების გაგება მართლაც რთულია. მანაურია ფრანგული, ლათინური, ბერძნული, იტალიური და იმ დროის პროვანსის ენა. მან ასევე გამოიყენა სიმბოლოები, ძველი ადგილების სახელები, ანაგრამები და სიტყვები, რომ სიტყვების მრავალი შესაძლო მნიშვნელობა აქვთ. აქვთ. შესაძლოა მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ თავისი წიგნი უფრო მისტიკური გაეხადა, მაგრამ ასევე შეიძლება ეს იყოს საკუთარი თავის დასაცავად. მე-16 საუკუნეში საშიში იყო, რომ დაგბრალებდნენ ბნელი მაგიის გამოყენებას ან წინასწარმეტყველად თავის გასაღებას. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ლექსი ბუნდოვანია, ძალიან ადვილია მისი თითქმის ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირება. ამის მაგალითია სიტყვა ჰისტერ. ბევრი ამბობს, რომ ეს ჰიტლერს ეხება, მაგრამ ნოსტრადამუსის დროს ჰისტერ გამოიყენებოდა როგორც დუნაის მდინარის ერთ-ერთი ნაწილის ძველი სახელწოდება. თუ მისი ძველი მნიშვნელობა არ იცი, ადვილია იფიქრო, რომ ეს ჰიტლერის არასწორი მარწერაა. იგივე ეხება სახელ რუსოსაც. ველგი ამას ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოს უკავშირებს. თუმცა ეს გვარი ნოსტრადამუსის რეგიონში ჩვეულებრივი იყო მანამდე, სანამ ფილოსოფოსი დაიბადებოდა. უფრო დიდი პრობლემაა ზუსტი თარიღის თითქმის სრული არარსებობა. მის უამრავ კვატრეინში მხოლოდ ცოტას აქვს ზუსტად მითითებული წელი. უმეტესობას არ აქვს ზუსტად მითითებული პერიოდი, ამიტომ შეიძლება მიაბას ისეთ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 10, 100 ან 400 წლის შემდეგაც კი. ნოსტრადამუსმა განმარტა, რომ ისტორია ციკლურია. მისთვის ომი, აჯანყება, კატასტროფები და ლიდერების დაცემა მუდმივად მეორდება. აქ სიმართლეა, მაგრამ რადგან მას არ აქვს ზუსტი თარიღები და დეტალები, თითქმის შეუძლებელია შეამოწმო, სწორია თუ არა წინასწარმეტყველება. როცა წინასწარმეტყველებები პირველად გამოიცა ლიონში 1555 წელს, ნოსტრადამუსმა მაშინვე მხოლოდ აღფრთოვანება ვერ მიიღო. ზოგი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სხვები მას თაღლითად შეშლილად ან ოკულტური პრაქტიკების მომხმარებლად მიიჩნევდნენ. თუმცა მისი გამომცემლები განაგრძობდნენ ახალი გამოცემების გამოშვებას. ნოსტრადამუსს სურდა 1000 კვატრაინის შექმნა, რომლებიც 10 ცენტურიად იქნებოდა დაყოფილი. მან ეს ბოლომდე ვერ დაასრულა. 1568 წელს გამოშვებულ გამოცემაში, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ გამოვიდა, 942 კვატრაინა იყო. ეს გახდა მთავარი კოლექცია, რომელსაც დღესაც კითხულობენ. ნოსტრადამუსმა მხოლოდ წინასწარმეტყველებები არ დაუწერია. მან ასევე დაწერა წიგნი კოსმეტიკის, მედიკამენტების, საკვების, სამენტების, საკვების, კონსერვებისა და სხვადასხვა ნარევების შესახებ. აქ შედიოდა ზეთის დამზადება, კბილების გათეთრება, სილამაზის პროდუქტები და ინგრედიენტები, რომლებიც მაშინ აფროდიზიაკად გამოიყენებოდა. ეს მის ეპოქაში უჩვეულო არ იყო. მაშინ აფთიაქარი მხოლოდ მედიკამენტებს არ ამზადებდა. მას ასევე შეეძლო საკვების, სუნამოს, მაკიაჟის, ბალახეულის ნარევებისა და სახლისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის დამზადება. მან ასევე დაწერა ეგვიპტურ იეროგლიფებს. თუმცა იმ დროს ევროპელებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ძველი ეგვიპტური წარწერების წაკითხვა. დავიდა კიდევ 200 წელზე მეტი, სანამ როზეტას ქვამ არ შეუწყო ხელი მის გაგებას. ამიტომ, რაც მან გააკეთა, ეფუძნებოდა მხოლოდ ძველ ბერძნულ ტექსტს და მეცნიერთა არასწორ რწმენას იეროგლიფების შესახებ. ეს ნაშრომები აჩვენებს, რომ ის უბრალოდ ხილვებს არ ელოდებოდა. ის იყო მწერალი, მთარგმნელი, აფთიაქარი, ასტრიაქარი, ასტროლოგი და ბიზნესმენი, რომელიც ქმნიდა ისეთ წიგნებს, რომელთა წაკითხვაც საზოგადოებას სურდა. მისი სახელი კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მას ყურადღება მიაქცია კატერინა დე მედიჩიმ, საფრანგეთის მეფე ანრი მეორის მეუღლემ. კატერინა ასტროლოგიით იყო გატაცებული და აინტერესებდა წინასწარმეტყველებები თავისი ოჯახის შესახებ. მან ნოსტრადამუსი პარიზში მოიწვია და თითქოს თავისი შვილებისთვის ჰოროსკოპის გაკეთება დაავალა. ნოსტრადამუსი უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჰენრი მეორე 1559 წელს გარდაიცვალა. მეფე დაშავდა ჯოსტინგის ტურნირზე, როდესაც მისი მოწინააღმდეგის გატეხილი შუბი მის ჩაჩაფხუთში შეიჭრა. დარტყმა მოხდა მის თვალთან ახლოს და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს დაუკავშირეს კვატრანს ახალგაზრდა ლომზე, რომელიც ამარცხებს უფროს ლომს და თვალში უჩხლეთს ოქროს გალიაში. თითქოს ემთხვევა, მაგრამ პრობლემებიც არსებობს. პოემა აშკარად არასახელებს ჰენრის. არც ისაა ცნობილი, რომ მეფე და მისი მოწინააღმდეგე ლომებად მოიხსენიებოდნენ და ოქროს გალიას მხოლოდ შემთხვევის შემდეგ ჩაფხუტად განმარტეს. თუმცა მსგავსება საკმარისი იყო იმისთვის, რომ კათერინეს და სამეფო კარის სხვა წევრებს უფრო დაეჯერებინათ იგი. მოგვიანებით იგი აღიარეს როგორც მეფე შარლ მეცხრეს მრჩეველი და ექიმი. ამან მას დამატებითი შემოსავალი, დაცვა და მაღალი სტატუსი მოუტანა. ნოსტრადამუსი კი უზარმაზარ სასახლეში არ ცხოვრობდა. ის თავის ცოლთან და 6 შვილთან ერთად სალონ დე პროვანსში ცხოვრობდა. ის შემოსავალს იღებდა წიგნებიდან, ალმანახებიდან, კონსულტაციებიდან და სხვა სამუშაოებიდან. ისინი ასევე ინვესტიციას დებდნენ კრაპონის არხში, პროექტში, რომელმაც დიურანსის ბინარიდან წყალი მიიყვანა სალონის გარშემო მშრალ მიწებზე. ამან ხელი შეუწყო სარწყავ სისტემასა და სოფლის მეურნეობას. ეს აჩვენებს, რომ ნოსტრადამუსი მხოლოდ ასტროლოგიით არ იყო დაინტერესებული. მას ასევე შეეძლო პრაქტიკული ინვესტიციის არჩევა. 1560-იან წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა პოდაგრით, რომელიც სახსრების მტკივნეული ანთებაა.
შემდგომში მას სხეულის ძლიერი შეშუპებაც განუვითარდა სითხის დაგროვების გამო. მას ბოლო პრობლემაც შეექმნა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, როდესაც მან ალმანახი გამოსცა საჭირო ნებართვის გარეშე. მაშინ წიგნების შემოწმება უკვე მკაცრი იყო, რადგან საფრანგეთი შედიოდა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ხანგრძლივ რელიგიურ ომებში. 1566 წლის ზაფხულში მან იცოდა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მან მოაწესრიგა ანდერძი და თავისი ქონება მეუღლესა და შვილებს დაუტოვა. ის გარდაიცვალა 1566 წლის 2 ივლისს 62 წლის ასაკში. არსებობს ცნობილი ამბავი, რომ მან თავის მდივანს უთხრა გარდაცვალებამდე წინაღამეს, რომ მზის ამოსვლისას ის ცოცხალი აღარ იქნებოდა. შესაძლოა მან ეს იმიტომ თქვა, რომ იცოდა მალე მოკვდებოდა, ასევე შესაძლებელია, რომ ეს ამბავი გაადიდეს, რათა ისე გამოჩენილიყო, თითქოს მან საკუთარი აღსასრული იწინასწარმეტყველა. ასევე ბევრი ლეგენდა არსებობს მისი საფლავის შესახებ. ამბობენ, რომ როდესაც 1700 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს, იპოვეს მედალიონი, რომელზეც ასევე ეწერა 1700 წელი. ასევე არსებობს ამბავი, რომ ფრანგული რევოლუციის დროს ჯარისკაცებმა მისი საფლავი გახსნეს და მოგვიალებით ისინი მოკლეს. თითქოს მიწინასი წინასწარმეტყველების სამეფო. თუმცა ამ ამბებს სხვადასხვა ვერსია აქვს. ამიტომ უფრო უსაფრთხოა ეს ლეგენდად მივიჩნიოთ, რომელიც მის საიდუმლოებით მოწულ რეპუტაციას ემატება და არა მტკიცე ისტორიულ ფაქტად. შემდეგ საუკუნეებში მისი წინასწარმეტყველებები კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ყოველ ჯერზე, როცა ომი, ხანძარი, მკვლელობა, ეპიდემია ან დიდი კატასტროფა ხდებოდა, ხალხი ისევ მის ლექსებს უბრუნდებოდა. ინტერესმა განსაკუთრებით იმატა მე-20 საუკუნეში. მას უკავშირებენ ჰიტლერს, ატომურ ბომბს, კენედის სიკვდილს და კიდევ ბევრ თანამედროვე ტრაგედიას. არსებობს წიგნები და სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ ნოსტრადამუსთან საუბარი საიქიოდან. ამასთან ერთად გაიზარდა არასწორი ციტატებისა და გამოგონილი ამბების რაოდენობა მის შესახებ. ბევრ ადამიანს მისი სახელი ცნობილია. თუნდაც მის ნამდვილი წიგნი არასდროს წაეკითხათ, ის ფილმების, დოკუმენტური ფილმების, რომანებისა და ვიდეო თამაშების თემად აქციეს. პოპულარულ კულტურაში მას ხშირად წარმოაჩენენ როგორც კაცს, რომელმაც ნათლად დაინახა მომავალი. მაგრამ სხვა სურათი ჩნდება, როცა მის ნამდვილ ცხოვრებას სწავლობ. ის არ გაზრდილა როგორც მისტიკური წინასწარმეტყველი. ის იყო აფთიაქარი, რომელმაც მრავალი სიკვდილი იხილა შავი ჭირის გამო. ის მუშაობდა მკურნალად, მოგზაურობდა და სხვადასხვა მეცნიერს იცნობდა. და მოგვიანებით მან ასტროლოგია, ისტორია, რელიგია და ძველი წიგნები გამოიყენა, რათა მომავლის შესახებ ბუნდოვანი ლექსები შეექმნა. ალბათ მასზე დიდი გავლენა მოახდინა იმ ყველაფერმა, რაც ჭირის დროს ნახა. მან არაერთხელ იხილა ავადმყოფობა, შიში, შიმშილი და სიკვდილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი ლექსები სავსეა ცეცხლით, ომით, გვალვით, ჭირით და სამეფოების დაცემით. და ეს არის მიზეზი, რატომაც ის არ დავიწყებულა. რომ მისი ლექსები მხოლოდ უბრალო საქმეებზე ყოფილიყო, ისინი დიდი ხნის წინ დაიკარგებოდნენ, მაგრამ მან დაწერა იმ საკითხებზე, რომლებიც ყველა ეპოქაში ადამიანებს აშინებთ. იმის გამო, რომ ზუსტი თარიღი არ არსებობს და მის სიტყვებს უამრავი შესაძლო მნიშვნელობა აქვს, ყოველი ახალი თაობა პოულობს საკუთარ კატასტროფას, რომელსაც მასთან დააკავშირებს. შესაძლოა ნოსტრადამუს მომავალი არ უნახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მან ადამიანზე ერთი რამ კარგად გაიგო. სანამ იქნება შიში მომდევნო ომის, დაავადების ან დიდი კატასტროფის მიმართ, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, ვინც მის წიგნს გადაშლის და მოძებნის. დაფრთხილებას იმ სიტყვებში, რომლებიც თითქმის 500 წლის წინ დაიწერა.